მე არ მხოლოდ მთავრობის სახლის ფუნქციაზე ვფიქრობ, არამედ ვფიქრობ, რა ფუნქცია უნდა მოუძებნოთ ქუთაისის პარლამენტის შენობას. საერთოდ რა საჭირო იყო ამის აშენება? 350 მილიონი დაიხარჯა პარლამენტის შენობაში და 80 მილიონი დაждდა თქვენს მიღწევებული მთავრობის სახლი. მე გეტყვით, რომ ქუთაისს არ აქვს ელემენტარული ესე პირობები, როგორც წყალი, კანალიზაცია და ასე შემდეგ. ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ გასულ წელს, გვიждდება დაახლოებით 100 მილიონი ევრო, რომ მთლიანად იქნას რეაბილიტირებული ქუთაისის წყალმომარაგების სისტემა, კანალიზაცია და ყველაფერი. ეს არის პირველადი, რაც გასაკეთებელი იყო მთავრობის მხრიდან და არა რაღაც გაუგებარი შენობები, როგორც არის ულტრათანამედროვე პარლამენტის შენობა და მთავრობის სახლი. მაშინ როცა გვაქვს ჩვენ ყველაფერი, მთავრობის სახლიც არის თბილისში და არის პარლამენტის შენობაც, რომელიც რემონტი დაждდა სულ რაღაც 20 მილიონი, 25 მილიონი. რა საჭირო იყო უბრალოდ 400 მილიონის გადახდა, რომელიც თელს ქუთაისს რეალურად შეცვლიდა. რა თქმა უნდა, ჩვენ მთავრობის სახლთან დაკავშირებით არავითარი პოზიცია არ გვაქვს, ალბათ უნდა გაიყიდოს ეს შენობაც, იმიტომ რომ მაგის გამოყენება ჩვენ არაფერში არ გვადგია. ეს არის აბსოლუტურად არაეკონომიური, არაეფექტური შენობა, რომელიც შენობა ძალიან ძვირი უჯდება სახელმწიფოს.